250 წელია ყველა ქართველმა იცის, რომ ეგზარხოსი პავლეს როდიონოვის და აი ამ საზიზღარი არსებების მოდგმა, როდესაც ამ ქვეყანაში თავს გრძნობს ისე როგორც სახში, ისინი იქცევიან ისე როგორც იქცევიან. ეს ინციდენტი არ არის იზოლირებული, ეს ინციდენტი არის უბრალოდ სახე იმისა, რაც ხდება ასობით და ათასობით შემთხვევა, მაგალითად ბათუმში ყოველდღურად, მაგალითად თბილისში, სადაც ბევრნი არიან უკვე ყველგან. აი ეს ყოფით ხასიათზე უამრავი კონფლიქტი, იმიტომ რომ ესენი თავს გრძნობენ სახში. ლელო ძლიერი საქართველოს 3 წლის წინ ჯერ კიდევ მაშინ როდესაც პირველი სიმპტომები გაჩნდა აი ამ შემოსევის. მაშინ ვამბობდით, რომ ჩვენ გვჭირდება საქართველოს დაცვის აქტი. და აი ამ ხალხს რომ მოეწერა ხელი საზღვრის გადმოკვეთისას იმას, რომ ისინი იმყოფებიან თავისი ქვეყნის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დამერწმუნეთ, რომ ასე არ მოიქცეოდა, რომ ასეთი მოვლენები აქამდე არ მივიდოდა. ასეთი შემთხვევები არ მოხდებოდა, როდესაც ეცოდინებოდათ, რომ აქ არ არიან ბოლომდე კომფორტში, რომ აქ არ უნდა იგრძნონ თავი საკუთარ სახლში, რომ აი ამ მიწაზე აცხოვრობენ ხალხი, ოჯახები, რომელთა შვილები, დები, ძმები დახოცეს, გააუპატიურეს, აწამეს მათმა თანამოქალაქეებმა, რუსებმა. ქვეყნის ტერიტორია არის მათ მიერ ოკუპირებული. ამიტომ ვერასდროს ვერც ერთმა რუსმა აქ თავის სახლში ვერ უნდა იგრძნოს. ამის ნათელი მაგალითია, რომ ისინი დღეს თავს გრძნობენ სახლში, ისინი თავს გრძნობენ ხელშეუხებლად და ხდება ის, რაც ხდება. შეუძლებელია გამართლდეს ის ფაქტი, რაც იქ მოხდა. არც ერთი მხრიდან არ მართლდება ეს, მაგრამ აქამდე არ მივიდოდა საქმე საქართველოს დაცვის აქტი რომ მიგვეღო. და ის რომ საქართველოს დაცვის აქტი იყო ყველაზე სწორი მოქმედება რუსების წინააღმდეგ ამ ქვეყანაში, მშვიდობიანი სახელმწიფოებრივი და პატრიოტული მიდგომა, ამას ამტკიცებს ისიც, რომ სუკის აგენტები სასამართლოში, ეხა პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ გამართულ სასამართლოში ამ ჩვენს აქტს იყენებენ როგორც რაღაცა ბრალდების საგანს. აი აქედან ჩანს ძალიან ნათლად. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, ჩვენ რომ მიგვეღო ის 9 პუნქტი, რომელიც საქართველოს დაცვის აქტში ეწერა ძლიერ საქართველოს.